მეგობრებო, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები ყოველთვის ძალიან საინტერესო და ლამაზი ხალხია. რომელი კუთხიდან არ ჩაგვთვია სტუმარი, რომ დედამიწის რომელი წერტილიდან არ ჩაგვთვია. მოკლედ ძალიან ბევრი სტუმარი ყოლია, მაგრამ ასეთი შემთხვევა, რომ ჩვენ ამ ადამიანთან მივიდეთ, ვესტუმროთ და თან ასევე ის ჩვენი სტუმარიც იყოს, ნამდვილად პირველად გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება მისი წარდგენა, იმიტომ რომ ის ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანია. შენ არ გჭირდება ეთერი, იმიტომ რომ თავად ხარ ეთერი. დღეს საღამოსაცზე ყველაზე ყვითელი გადაცემა. შენ არ გჭირდება წამყვანი, იმიტომ რომ თავად ხარ წამყვანი. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეს არის ცნობილი სტუმარი გურამთან. გურამ არუთინაშვილი, ჩვენი სტუმარი, რომელიც არის ძალიან კარგი დიზაინერი, ძალიან კარგი წამყვანი. წივად. გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა, არაჩვეულებრივად, თავად ხომ კარგად? კი, მეც კარგად ვარ. სანამ კითხვებზე გადავალთ, რამე კურიოზი თუ არ დაგვეწყო, ეგრევე კურიოზს თუ არ გაიხსენებდი, რომ მეც მინდა რომ ცოტა ეპატაჟური ინტერვიუ გავაკეთო შენ. იცი, ანუ მგონია, რომ ჩემ გადაცემას თუნდაც ხო კურიოზების გახსენება არ ჭირდება ვინაიდან ჩემი გადაცემა ხშირად თავად არის კურიოზი. აი ნახეთ მაყურებლებო. ესეთი შავლები დადის მოდელი გეგა საჯაია ქუჩაში. El amor me quema, la música suena. ერთ კურიოზს გავიხსენებ, ერთ ჩვენებაზე ვიყავით ამას წინათ. იქ ყავდა დიზაინერი ლაშა არსენიძე. ანუ ლაშა გამარჯობა, დიზაინერის ამპულაში თქო პირველად ხარ თქო. ესე ვუთხარი რა და იმის მერე აი ძალიან ბევრმა ადამიანმა ამიტაცა და აიტაცა ჩემი ამპულა და აი ამპულა და ყველგან აი ესე ამპულა. სხვათა შორის ბოლო დროის ყველაზე ცნობილ ადამიანებს შორის ვარ, პირველ ადგილზე საკმაოდ ისეთ პოპულარულ გამოცემები წერენ და აკეთებენ მასალებს ამაზე. პირველ ადგილზე დამასახელეს და ეს ჩემთვის დიდი პატივია სხვათა შორის. რა არის შენი საყვარელი აქსესუარი? ჩემი საყვარელი აქსესუარი ამ შემთხვევაში არის ბეჭედი, რომელიც ანუ არ მიკეთია ხელზე. შენ ხო არ გაქვს რაიმე ჩამალული შავი ნიჭი, რომელიც ჯერ არ გამოგიჩენია და უნდა გამოგვიჩინა. ჩამალული შავი. შავი არა. ჩამალული. ჩამქრალი. ჩემში აი მოდი ბჭყალებში ვიტყვი, ის ნიჭი იმალება, აი აღვირახსნილობა რესპონდენტის მიმართ. აი ეს არის ალბათ ჩემი ჩამალული. ანუ რას ვთხოვე ხა შენი ამ ესეთი სკანდალური პასუხებით, რომ მეც აღვირახსნილი ვიყო შენი მიმართ? სხვათა შორის ხშირად მისვამე მაგ კითხვას, რომ შენ რატო ადებ კერძო, რატო ეთომარები ამ ხალხს, რატო ეფერებიო, ანუ რატო ხდიო და ასე შემდგომ. იმიტომ რომ საზოგადოებას ეს მოსწონს. ჩემი რესპონდენტების აზრებს კითხულობ, აი რაზე ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ იმოცემულ მომენტში და სწორედ იმ ადგილში ვურტყავ, ასე რა ვთქვათ. გაუშვით, თუმცა გიყვარდათ დათმეთ, თუ დაწყევლეთ რადგან მან აირჩია სხვა ცხოვრება. უფალი დაწყევლის ალბათ იმ ადამიანებს. მე როგორ დაგარტყა ეხა მაგ ადგილში ვფიქრობ რა. აი, მოდი უნდა დაგარტყა მაგ ადგილში. აბა მოემზადე ეხა. ვინ წაგიყვანა? აი ესე ბჭყალებში შევსავ, ქალებში პირველად. უნდა გათქვა ეხა ყველას თვალწინ. ვინ იყო ეს ადამიანი? ძალიან ბევრი ექსკლუზივი აქვს თქვენ გადაცემას. მოდი ასე რა ვთქვათ, ზედმეტადაც კი და კაი, პაპამ წამიყვანა პირველად. მუსიკასთან როგორ ხარ? თუ უსმენ, ან თუ ქმნი, თუ უკრავ? მუსიკა მიყვარს და ანუ შალახოს დაკვრა ვისწავლე, ეხაც მახსოვს, თუმცა ისე ხშირად სამწუხაროდ არ მაქვს შეხება რომ შალახო განამტკიცო. სანთელივით დავდნები, შაქარივით დავტკბები, სათფოს ხმას რომ გავიგებ, გენაცვალე მკვდარი ვიყო ავდგები. სათფოს ხმას რომ გავიგებ, გენაცვალე მკვდარი ვიყო ავდგები. აი შენი დამალული ნიჭი აღმოვაჩინეთ.
იცოდა ხალხმა ამის არ შესახებ? იცოდა სხვათა შორის. შენ არსად არ გიმღერია აქამდე? არსად არ მიმღერია აქამდე სხვათა შორის ვინ იცის ეს სიმღერა იქნება ტრამპლინი შენი სამუსიკალურო კარიერისა. შენ უკვე შემდგარი პროფესიონალი ინტერვიუერი ხარ? პროფესიონალი ინტერვიუერი ვარ, თუმცა არ ვარ მე პროფესიონალი ჟურნალისტი. სწორედ ამის თქმა მინდა საზოგადოებისთვის, იმიტომ ნელ-ნელა ხდები. კი, ნელ-ნელა ხდები, ამის თქმა მინდა ვიხვეწები ნელ-ნელა პერიოდულად, რა თქმა უნდა, რა სამკურველია. მოგესალმებით. ქართულ ტრადიციებზე ზოგადად რასი. ყველა საზოგადოებამ იგი დაასამართლა. ანუ გოგოში ხშირად ერევი. წეგან ახსენეთ, რომ მე დავმარხე სიყვარული. თუ გიოცნებია ოდესმე რომ ყოფილიყავი ჟურნალისტი, ყოფილიყავი იმ სფეროში, სადაც კამერებია, ყოფილიყავი იმ სფეროში, სადაც მოდა. ანუ ბავშვობაში ესეთ მიკროფონს ვაკეთებდი ხოლმე. მიკროფონს აკეთებდი? ხო, მიკროფონს ვაკეთებდი, ანუ იცი რა. ამის გაკეთება მე არა, მე გეტყვი, ანუ ჯოხზე ვაცვადი ხოლმე, ანუ ლაფისგან ვაკეთებდით ხოლმე, რაღაც ქვიშაში რომ კი, ტალახი, ტლაპო, ნუ ტლაპოს ხო და ეს ანუ ეს ვამგვალებდი და იმას ვთქვი და იმით თამაშობდი ხოლმე ესე წამყვანობანას რაღაც აჰა, ესე იგი ყოფილა. ხო, თუმცა ცნობადობის ამბიცია ბავშვობიდან მე არ მქონია, არც ახლა არ მაქვს ცნობადობის ამბიცია, პირიქით, იმიტომ რომ საზოგადოება არა ცნობადობა მაინც გაქვს. ხო, ცნობადობა მაინც მაქვს და საკმაოდ კარგი, ასე რომ ვთქვა. ყოველმა მეორე ალბათ იცის ვინ ხარ. ყოველმა მეორე მესამე, იმიტომ რომ ქუჩაში რომ დავდივარ, ეს ხშირად მქონია შემთხვევა, ძალიან ბევრჯერ მოსულან ფოტო მინდა თუ შეიძლება. კი რატომაც არა, საპირფარეშოსთანაც კი მქონია ესეთი შემთხვევა. მაგრამ ანუ უარი არ მithქოს არასდროს საზოგადოებისთვის. აი ეს ყველაფერი ესეთი სტილი რო ქონოდა ერეკლე მეფის დროს, წარმოიდგინე რა, ესეთი სცენარი რო დავხატოთ, ხო? წარმოიდგინე რომ ერეკლე მეფის დროა. ხანჯლების ქნევა მიდის და შენ ესეთი სტილით, ესეთი ჩაცმულობით ევლინები ერეკლე მეფის. აი შენ როგორ მოახერხებდი აქ შენი თავისუფლების წარმოჩენას? ძალიან მარტივად, ხო. ძალიან მარტივად მოახერხებდი, ანუ მე ვფიქრობ ომშიც, ანუ თეთრ ცხენზე ამხედრებული, წავიდოდი აი ამ ფორმით და ალბათ ომსაც მოვიგებდი, ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალა მერჩი სისხლი ყივის, ასე რომ თქვა, წყალებში. მაინტერესებს შენი პირველი კოცნა როდის იყო? ჩემი პირველი კოცნა, თქვი განსხვავებული კოცნას თუ გულისხმობ, განსხვავებული, ანუ მკერდს რო ვაკოცე საჯაროდ, ხო, რაბათის ციხესთან. ვაა, ეს საკმაოდ სკანდალური განცხადია. საკმაოდ სკანდალური განცხადია, ხო, აი, როგორი იყო თვითონ ეს მკერდი? სხვათა შორის საკმაოდ კარგი. ანუ ეს ვისაც ვაკოცე მე მკერდზე, იყო მოდელი სხვათა შორის და გამიმართლა ალბათ ამაშიც. მადლობა, რა ვიცი, დაემშვიდობე რა, შენნებურად. კარგი, წარმატებებს უსურვებ თქვენს გადაცემას და შევხვდებით ჩვენ სამპულაში ძვირფასო მაყურებლებო. კარგად იყავით დროებით, წარმატებები თქვენს გადაცემას. ხო, ამპულა მიყვარს ძალიან და ჩვენც გირჩევ რომ დარჩე შენ სამპულაში. და იყო მეტად თავისუფალი შენი რესპონდენტების მიმართ იმისთვის რომ თუ გინდა დაწერო დიდი რეიტინგი.